ოჩანს ჭიათურის ლამაზი კლდეები ოჩანს ის რაც მე გულში გქონია ჩემო ქალაქო შენ გენაცვალე შენმა ჰანგებმა ამიყოლია დაიწყე ბიჭო არ უნდა მითხრა ნუ მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო ეს ვარაზიჩის არხია ხოლო ეს გადაცემა დეინახე გახლავთ ხოლო მე მისი წამყვანი უმშვენიერესი უნიჭიერესი ამ საკითხში გამოცდილი ჭკვა რომ მეკითხება დიდი გვარის პატრონი და რაც თავარია თავდაბალი პიროვნება ვარაზის ჩაჩანიძე გახლავთ ნუ რაში მდგომარეობს საქმის არსი ერთვენიერ დღეს ანუ გუში მეძინა და სრულიად შემთხვევით გამაღვიდეს ჩემმა მეზობლის ბავშვებმა და სრულიად შემთხვევით არ გაუბრასდი ეს იუმორი რა გამაღვიდეს და მითხრეს ვარაზძიაო ხალხმა წესიერად ვერ დაინახა ჭიათური გული მომიკვდა ძმისშვილი არ მყავს თორე დავიფიცებდი მეთქი შვილო ჭანდაბას განმომიწერე ეგოხრობა YouTube-ით ხო და ხალხს დავანახოთ ჭიათურად და რა ვიცი რა გითხრათ კარგად მოგალაცდი და დაგანახებთ ჭიათურას სხვა რა შემილია რო გითხრათ ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლები კაი მყავდნენ აცხონოს ღმერთმა და კიდევ ვინების წავიდნენ და რა ვიცი თქვენ მოგალაცდით და დაგანახებთ ჭიათურას Warudila vodelavda, abadelo vodelavda. Warudila vodelavda, abadelo. Kaima kana იყო ხო იცი? Warudila vodelavda, abadelo vodelavda. დაიწყე კაცო ნუ ჩემო მეგობრებო ეს გახლავთ ჭიათურს ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი შუქრუთი ტაში მინდა აქ დიდი boring ნუ შუქრუთის დაარსების ისტორია 90-იანებიდან მომდინარეობს გევიხსენებ 90-იანებს ისე თერ საქართველოში დენი არ იყო და მით უმეტეს ჭიათურაში მაგრამ ой საოცრება იყო ერთი სოფელი რომელიც მუდამ ანათებდა და მუდამ ანათებს დღესაც და ეს იყო შუქრუთი მერე ქვემოთ გამოუვლია ვიღაც ტურის და მოუხედია ზემოთ გერმანელი იყო თუ არ ვცდები ein zwei drei no აქ შუქიაო და ასე დაირქვა შუქრუთი ხედავთ რა განათებული და განათლებული სოფლიდან გახლავართ მიუხედავად იმისა რომ ჩემი პასპორტი 01 რიწყება 2000 years later. Arara, tabana adamia. Slip shara moustudke. არ მაინტერესებს თავარი რომ ბიჭები რო გამოვიდნენ უნდა დებიბანოს 72%-იანი, კაი ეს ხოიცი. დაიწყე. ნუ, ჩემო მეგობრებო, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ზოსიმაური. სიკეთის თესვა კარგია. დაგიბრუნდება როდისმე ამ წყაროს აშენებისთვის ღმერთმა გაცხონოს ზოსიმეო. კაი კაცი. ნუ რა შემილია გითხრათ ამ ადგილას. აქ ცხოვრობდა ერთი ცნობილი პიროვნება ბიცოლიზა, რომელიც ევროპაში წავიდა და იქ გახდა მონალიზა. თან იმას დაუხატია რა, ლეო დავითიც. ხო, რას გიყვებოდით კიდე? ხო. ეს წყარო ფრიად მნიშვნელოვანია ჭიათურაში. რადგან გადმოცემის თანახმად და ზვერიწეთა რიცხვით პირველმა ჭიათურელმა სწორედ აი ამ წყაროზე დაიბანა და მის შემდეგ წინათ ჭიათურელები. არ ვარ ადამიანი. ბიჭები დადიოდნენ ხოლმე დოუბან წვირიანე მე ვერ წავალ შანსი არ არის
კიდე სხვა რა შემილია გითხრათ. აქვე არის ზინას ყანა. ბავშვობაში დავდიოდი ხოლმე და ბიჭო. აი მთასაც გადავიბანთ, ყველა ხوار ამოსულა. დამელოდე შენ, დამელოდე. ვარუდილა ვოდელა და აბადელო. სულთა ჰაერი მაინც სხვა. ვარუდილა ვოდელა და აბადელო ვოდელა. რა უპეტურობა არის, რა ამტვერია, რა განცა. 2000 years later. ნუ, ჩემო მეგობრებო, სიამაყით ვისები. რადგან უნდა განახოთ შოქროთის მაღარო. ტაში მინდა აქ რამოდენიმე წამი. ნუ თქვენ გაგიკვირდებათ და შოქროთის მაღაროს თავის დაარსების ისტორია აქვს. 1900 რომელიღაც წლები იყო და აი აქ გამოიარა აკაკი წერეთელმა. თავადოვიჩმა რა. მაინც იფიქრა ჭიათურები მაგრები არიანო რა. გამოიარა და სრულიად შემთხვევით დაუარდა აი აქ ოქროს ბეჭედი. სრულიად შემთხვევით აი იქ იდგა ბაბუაჩემი გურამი, მოკიდა ამ ბეჭეს ხელი და წაიღო სახლში. გადაირია აკაკი. რას ქვია ბეჭედი დამეკარგაო, მაგრამ დაარსა სამძებნო გუნდი მაღაროელი. მერე ბიჭებმა ათხარეს იქაურობა, აი თხარეს, ვერაფერი ვერ ნახეს მარგანეცის გარდა. ბოლოს ადგილი რაღაცა ხო უნდა მივიტანოთო და მიუტანეს მარგანეცი. აი ასე აღმოაჩინა აკაკი წერეთელმა შავი ოქრო, ხოლო ბაბუაჩემმა ყვითელი. თქვენ ეთყობა შიდა სივრცე გაინტერესებთ, მაგრამ ახალი დაბანელი ვარ და მოერიდები მაინც. ვარუდილა ვოდელა და აბადელო. კიდე ეძებენ ბეჭეს კაცო. ვარუდილა ვოდელა და აბადელო. ვარუდილა ვოდელა და აბადელო. კაი ბიჭი ხარ, კაი. ნუ ჩემო მეგობრებო, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ბირჟა, სადაც მრავალი მატჩი ტარდება ნარჩი. მიდი, შეუტიე მეტოქეს, არ დაინდო. ბიჭიკო, მოდი რა. ნარტი უნდა შეიგრძნო. უსტო, ვოპ. ნუ ასეც არ უნდა გააკეთო მთას, მაგრამ სპორტის სხვა სახეობასაც გაგაცნობთ. ვარუდილა ვოდელა, ვისია ეს ძაღლი, ოხტედა. ვარუდილა ვოდელა და აბადელო ვოდელა. ნუ ჩემო მეგობრებო, დღესთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ჩემი შუქრუთი. ჩემ შუქრუთს როცა ნახავ სილამაზე მოხვდა თვალში. იარით. ისე მოგეწონებაო, აღარ დაბრუნდები სახში, საკეიფოს გადახედავ, ჟრუანტერი გივლის ტანში რა ლამაზი ყოფილაო, ეს სიტყვები თქვიო მაშინ. და მე აღარ მახსოვს ბოდის შემოაყურებელო. თქვენ მანამდე და გამოიწერეთ, რა უკიდე, დაალაიქეთ და რა ვიცი, ბოშებს ეცოდინება რაღაც ღილაკებია და რა ვიცი. შემდეგ კიდე კვლავ დაგიბრუნდებით, თქვენ გედაცოლოთ თქვენი ვარაზით ჩაჩანიძე.